გაზეთი Daily News-ი 1878 წელს წერდა. ბათუმი ერთადერთი უსაფრთხო ნავსაყუდელია შავი ზღვის სანაპიროზე. აქ წყალი იმდენად ღრმაა, რომ ყველა გემს შეუძლია თავისუფლად ჩაუშვას ყურძა ნაპირის ახლოს. ქალაქ ბათუმისა და ნავსადგურის ისტორია ერთდროულად ვითარდება. აქ ნავსადგური ბუნებრივად ღრმაწყლიანია და დიდ გემებს შემოსვლა ყოველთვის თავისუფლად შეეძლოთ. აქედან მოდის ქალაქის სახელწოდებაც. ბათუმი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ღრმას ნიშნავს. 1893 წლის 23 მაისს ბათუმში მატარებელი შემოვიდა. ამით დაიწყო ახალი ეპოქა ქალაქის ცხოვრებაში. ამავე წელს აიგო ბათუმის ნავთობტერმინალი ძმები ნობელების მიერ. გერმანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არტურ ლაისტი წერდა, რომ ბათუმი საუკეთესო პორტსთაგანია შავ ზღვაზე. ევროპელები ბევრნი არიან და მომეტებულად ნავთით ვაჭრობენ. ბათუმის მთელი ავლადიდება ნავთია, ამიტომ აქ ყველა ნავთზე საუბრობს და რასაც მიეკარებით, ყველაფერს ნავთის სუნი ასდისო. ისტორიებს ბათუმზე 11 წლის დავით მოდებაძე გვიყვება. ამბები მშობლიურ ქალაქზე დედისგან იცის. თამარ ორაგველიძე მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, პროფესორი და ჟურნალისტია. დღეს კი შვილთან ერთად ბათუმში ჩვენი მეგზური იქნება. ეს თითქმის ჩვენი ყოველდღიურობაა, მუდმივად ვსაუბრობთ ბათუმზე, ბათუმის ისტორიაზე, წარსულზე, მომავალზე, ყველა შენობაზე, ყველა ხელმძენარეზე, ქუჩაზე. რამდენი ქუჩაში გავივლით, იმდენი თემა მეკითხება, აბა ამ ხეს რა ქვია, აბა ამ მცენარეს, აბა ამ ყვავილს და ერთხელ გავეხუმრე, აბა ამ ჭიანჭველას რა ქვია და ძალიან დიდი ხუმრობა გახდა ეს ჩვენთვის.